მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს 12 საათზე. დარიალის ხეობაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობა მუშაობს. სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას იკვლევენ გეოლოგებიც. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. გავრცელებული ცნობით უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 5-მდე ადამიანი. ბოლო ინფორმაციას დარიალის ხეობიდან ლევან კვატაშიძე მოგვაწვდის. ლევან, ხომ არ შესვლა ადგილზე ვითარება უკეთესობისკენ? რას ამბობენ სპეციალისტები? დიახ, ნამდვილად დარიელში სტიქიის ზონაში დღეს შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი მდგომარეობაა. ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ საგანგებო სიტუაციების შტაბიდან, ასეთია: დღეს დილით გაიხსნა ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციის მიმართულებით და სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა ვლადიკავკასის მიმართულებით ტერიტორია უკვე დატოვეს. რაც შეეხება თვითონ სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობას, შედარებით უკეთესი არის. რისკი და საფრთხე, რომელიც არსებობდა ადიდებული მდინარის გადმოსვლის, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მდინარე თერგის დონემ უკვე დაიკლო და საფრთხე იმისა, რომ მოხდება მიმდებარე ტერიტორიის და სოფლების დატბორვა აღარ არსებობს მათი ინფორმაციით. რაც შეეხება თვითონ ინფორმაციას დაღუპულების და დაკარგულების შესახებ, ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ გაგვაჩნია ჩვენ და მათ შორის საგანგებო სიტუაციების შტაბსაც. არსებობს რამდენიმე ვერსია და ინფორმაცია მათ შორის იმის შესახებ, რომ დაახლოებით 5 ან 6 მძღოლი არის მოყოლილი თვითონ მეწყერის ქვევით და მათ შორის ასე ვთქვათ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აწარმოებდნენ სამუშაოებს, თუმცა ეს არის ინფორმაცია და უცნობი არის მდგომარეობა მათი ჯანმრთელობის შესახებ. რაც შეეხება თვითონ საგანგებო სიტუაციების შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც თქვენ კადრშიც ხედავთ, გახსნილი არის სპეციალური პუნქტი, სადაც უზრუნველყოფენ ხეობიდან გადმოყვანილი პირებისთვის პირველად დახმარებას, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც ახდენს როგორც ლარსიდან, ასევე თვითონ სტეფანწმინდის ტერიტორიაზე ადამიანების გადმოყვანა, სწორედ აქ უკარდებათ მათ პირველადი დახმარება. რამდენიმე წუთის წინ ამ ვერტმფრენმა გადმოიყვანა თვითონ სტეფანწმინდაში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი. ესენი იყვნენ ძირითადად დარიალ ჰესის მუშები, რომლებიც იმ პერიოდში იმყოფებოდნენ იქ და ამავდროულად ინტენსიურად აგრძელებენ სამაშველო სამუშაოებს, თუმცა მათივე ინფორმაციით ჯერჯერობით არ მომხდარა არც ერთი პირის პოვნა და მდგომარეობა მათი განცხადებით არის დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. უხელის რო დავიწყეთ გუშინ დაახლოებით 4 საათზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამე არ გაგვიჩერებია. ამ წუთშიდაც მიმდინარეობს ტექნიკა, რაც იქ გაგვაჩნდა და საკმაოდ ბევრი ტექნიკა ყავს მობილიზებული. ყველა ტექნიკა მუშაობს. ვერტმფრენმა ჩამოგვიყვანა დაახლოებით 23 კაცი. მდგომარეობა ნორმალური არის, არაფერი საში აღარ არის, ეს წყალი გაშვებული არის და საში მდგომარეობა არაფერი აღარ არის. ყველა გაგვანთავისუფლეს, თითქმის 1-20 კაცი დაიტოვეს ტრაქტორისტები და მანქანის მძღოლები, ვინც გზას წმენდნენ. გზა აღარ არის ფაქტიურად, ეხლა ვერტალიოტებმა იმიტომ გადმოვიყვანეს ჩვენ, რომ გზა არანაირი აღარ არის იქ. ძალიან დიდი რაოდენობით ჩამოვიდა ეს მეწყერი. ღამე სასტუმროში გავათენეთ, დილით კი ქართულმა მხარემ აქ გადმოგვიყვანა. რუსეთმა მხოლოდ საკუთარი მხარის ევაკუაცია მოახდინა, ჩვენ კი მიგვატოვეს. ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134 კილომეტრზე, სადაც მოხდა სტიქია მოძრაობა, ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის არის აკრძალული. თბილისიდან მოხდა სტიქიის ზონაში დამატებითი ტექნიკის ჩამოყვანა და როგორც უკვე აღნიშნე, ინტენსიურად გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები. ადგილზე იმყოფება ასევე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მისი ინფორმაციით ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მოხდება სრულად გზის აღდგენა, რადგან ელოდებიან დასკვნას. ექსპერტები ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას და სწორედ ამ დასკვნის შემდეგ დაიწყება სამუშაოები, თუმცა საფრთხე და რისკი გამეორდება თუ არა სტიქია ამ ზონაში ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელია. დილის 8 საათიდან თბილისიდან შემოგვიმეტა დამატებითი ტექნიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრული მობილიზირება გვაქვს ადგილზე, სრული ინტენსიურობით მუშაობს ტექნიკა ადგილზე. ასევე მუშაობენ შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც თვლიან და გააკეთებენ სავარაუდო პროექტს და ამის შემდეგ გვეცოდინება ის ზუსტი ვადა, რა ვადაც დაჭირდება ამ გზის აღდგენას. მინდის ტერიტორია, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, აქ არის სწორედ გახსნილი საგანგებო სიტუაციების შტაბი, ეს არის პოლიციის მიმდებარე ტერიტორია, აქვე არის სპეციალურად ღიაცის ქვეშ გახსნილი რამდენიმე კარავი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ ჩაუტარდათ პირველადი დახმარება და ვერტმფრენის საშუალებით მათ უკვე დატოვეს თვითონ სტეფანწმინდის ტერიტორია. ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში მივიღეთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გაემგზავრება თვითონ სტიქიის ზონაში, ის დაათვალიერებს შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას და ასევე
გაეცნობა სამუშაოებს, რომელიც ინტენსიურად გრძელდება, ამის შემდეგ უკვე გაკეთდება მისი მხრიდან პირველადი შეფასება უკვე მას შემდეგ, რაც ჩატარდა გარკვეული სახის სამუშაოები, ასე რომ ჩვენ ვრჩებით სტიქიის ზონაში, ვაგრძელებთ მუშაობას და უახლეს ინფორმაციას დარიალის ხეობიდან უკვე მოამბის შემდგომ გამოშვებაში მოგაცდით. დიდი მადლობა ლევან კვატაშიძე გვერდთვებოდა დარიალის ხეობიდან პირდაპირ ეთერში.